რა მიიღო ჩინეთმა? ჩინეთმა მიიღო ის, რომ ნახეთ მოლაპარაკების მაგიდაზე არც თუ ისე მყარად მდგომი შეერთებული შტატები და ნახეთ აუმავალი იმპერიის რაღაცნაირად ძლიერი იმიჯი, რაც სოფლიოს ბევრ პოლიტიკურ დედაქალაქებში მნიშვნელოვან მესიჯის მატარებელი შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა ამას გააიაზრებს კიდევაც და შედეგის სახეზეა ევროპელი ლიდერები თვე არ გავა ალბათ რომ მონაცვლეობით არ ჩავიდნენ ჩინეთში და რაღაცა ეკონომიკური ტიპის ან გეოეკონომიკური მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყება არ ითხოვონ ოფიციალურ პეკინთან. ესაბამისად ეს ჩინეთს კიდევ უფრო მეტ სარგებელს ანიჭებს სოფლიო ეკონომიკის მიმართებით და რაც თავარია ჩვენ ვიხილეთ რომ ტრამპი მარტო არ ჩასულა, ყავდა იქ ილონ მასკი, Apple Nvidia, რომელიც ბოლოს დაემატა სამიტის ბოლოს პროტოკოლით ალბათ არ იყო თავიდან გათვალისწინებული, თუმცა Nvidia მნიშვნელოვანია, რომ ის როგორც ის აწარმოებს მიკროჩიპებს, თანამედროვე ტექნოლოგიური ეკონომიკის ბაზრისათვის არის წამყვანი ინდუსტრია და რაც თავარია წამყვანი ინდუსტრიაა ტაივანში. ამ მიმართულებით ახლა რა მოლაპარაკება არ იმართა Nvidia-სთან ჯერჯერობით რაიმე ესეთი სანდო წყაროთი გაჯერებული ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა თავისი პოლიტიკური დატვირთვა რა თქმა უნდა ამას გააჩნია და მომავალში ვიხილავთ კიდევაც. პლუს ამას ის რომ სოფლიოს უდიდეს ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა შეიძლება ეს შანსი მიიღონ ამ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, რომელებს ჩამოთვალეთ, რომელიც ბრუნვა ხო მრავალ ასეულობით მილიარდს აჭარბებს, ეს კიდევ ერთი ბერკეტი შეიძლება გახდეს ჩინეთისათვის, რომ ხელში ჩაიგდოს არამხოლოდ სოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ბერკეტი ეს ამერიკული კომპანიები გამოიყენოს თავად ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ზეწოლის იარაღად. მარტივია, თუ კი შენ ფულს აკეთებ რომელიმე ბაზარზე, იმ ბაზარის მოთხოვნები და იმ ბაზარის გამოწვევები მოქმედებს შენს ყველა გადაწყვეტილებაზე. ესაბამისად ჩინეთმა ეს რომ ძალიან კარგად იცის ნათელია და ალბათ თუ კი მათ შორის აი ამ ტექნოლოგიურ გიგანტებსა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის ურთიერთობები დაალაგდება და ნორმალიზდება მოიხსნება ის ტექნოლოგიური სანქციები, რომელიც შეერთებულ შტატებმა დაუწესა, ნორმალიზდება და მთლიანად ისინი მოახდინენ ამ ჩინური ბაზრის ათვისებას, ბუნებრივია ეს ბერკეტი სი ძინპინის მმართველობის პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდება, ამიტომაც ეს რაღაც პატარა ნიუანსი შეგვიძლია აღვიქვათ ჩინეთისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად.